ქართულ ოცნებას რომ ხალხის პროტესტის განსაკუთრებით კი 4 ოქტომბერს ძალიან ეშინია, ეს არაერთხელ გაჟღერდა საქართველოს პარლამენტში და დღესაც შალვა პაპუაშვილმა აქცენტები სწორედ იმ პროტესტზე გააკეთა, რომელიც მოსალოდნელი არის ქვეყანაში 4 ოქტომბერს და გარდა ამისა პაპუაშვილის თავდასხმის მთავარი ობიექტი დღეს ალეკო ელისაშვილი, ლელო ძლიერი საქართველო და გიორგი გახარიას პარტია იყო, ვინაიდან სწორედ ეს ორი ოპოზიციური პარტია აპირებს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას და ქართული ოცნების თავდასხმებით მეტწილად სწორედ მათ მიემართებათ და ქართული ოცნების წევრები სწორედ მათი მისამართით არ იშურებენ კრიტიკას. დღეს შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ თითქოს ოპოზიციას არანაირი შანსი არ აქვს მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით და ქართულმა ოცნებამ იცის, რომ 4 ოქტომბერს ქუჩაში იქნება პროტესტი, ვინაიდან ამ ყველაფერს ის ოპოზიციური პარტიებიც აანონსებენ, მათ შორის რომლებიც არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ. როგორც ჩანს, არჩევნებზე ბოიკოტში მყოფი ოპოზიციური პარტიებიც და ხალხის პროტესტიც ისეთივე მიუღებელი არის ქართული ოცნებისთვის, როგორც ის პარტიები, რომლებიც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას იღებენ და როგორც ჩანს, ეს ყველაფერი ქართული ოცნებისთვის დიდ დაბრკოლებას წარმოადგენს, ამიტომაც კრიტიკა ოპოზიციური პარტიების მისამართით ყოველდღიურად ჟღერდება. Headline იმ დღეს იქნება, რომ საერთაშორისო თაღლითმა და ყოფითმა მატყუარამ წარადგინეს ალეკო ელისაშვილი კანდიდატად. 4 პარტიიდან 2 მონაწილეობას იღებს, 2 არა. როგორც იცით, არის პარტია ახალი, რომელშიც არიან დროაც და გირჩიც და ასე შემდეგ. ეხლა არ ვიცი მიბარტყეს თუ რა ქნეს და როგორ გახდნენ, მაგრამ ეხლა ეს რაღაცა პრიმიტიული ხრიკი გაბევრებისა და გაზავებისა მე რამდენჯერ უნდა გააკეთო. ყველა ისე ვერცხლის წყალივით ერთად იკრიბება ხოლმე. ეს არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. 4, 8 თუ 17 ყველა არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, იდეოლოგია, რომელიც გულისხმობს, რომ შენ ხარ უცხო ქვეყნის ინტერესების მომსახურე. გინდა აგენტი დაუძახეთ, გინდა შპიონი და გინდა სასარგებლო იდიოტი. რა ვიცი, ნებისმიერ ტერმინი რაც გინდათ გამოიყენეთ, მაგრამ ფაქტია, რომ ისინი ემსახურებიან უცხო ქვეყნების ინტერესების მომსახურებით არიან დაკავებული. რაც შეეხება შანსებს, მე ვთქვი და გავიმეორებ, როდესაც საერთაშორისო თაღლითის პარტია და ყოფითი მატყუარას პარტია ერთიანდებიან, ანუ თაღლითო მატყუარა და ამატო, მე მგონი ამისგან კაი არაფერი არ გამოდის და შესაბამის პასუხსაც მიიღებენ ქართული ხალხისგან. ოპოზიციის გარდა დღეს შალვა პაპუაშვილმა დიპლომატებზე და ელჩებზეც ისაუბრა და ისაუბრა ჩვეული რიტორიკით. ისევ ელოდება შალვა პაპუაშვილი და ითხოვს ევროკავშირის ელჩისგან ბოდიშის მოხდას და პაპუაშვილის კრიტიკის ობიექტი დღეს არა მხოლოდ ევროკავშირის ელჩი, არამედ ყველა ის ელჩი იყო, ვინც გახმაურებულ საქმეებზე, სასამართლო პროცესებს ესწრება, იქნება ეს ესტონეთის ელჩი თუ სხვა ელჩები და პაპუაშვილი აცხადებს თითქოს მოსამართლეზე გავლენას ახდენს, როდესაც სასამართლოს ხტომათა დარბაზში ზის ელჩი, რომლის ქვეყანამაც ესა თუ ის მოსამართლე დაასანქცირა. გარდა ამისა, შალვა პაპუაშვილმა დღეს გააკრიტიკა ელჩები და დიპლომატები იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ისინი ყურადღებით არ ადევნებენ თვალს საქართველოს პარლამენტში საგამოძიებო კომისიის ხტომებს. ყველა მცილის წამებელ ელჩს, უცხოელ პოლიტიკოსს და ქართველ პოლიტიკოსს, ვინც ცილს წამებს წლების განმავლობაში ქართულ მართლმსაჯულებას, ხო? და მათ შორის ეხლა აი ამ პროცესებზე რომელშიც მაგალითად ესტონეთის ელჩი ზის პროცესზე წინ უზის მოსამართლეს, რომელიც მისმა ქვეყანამ არასასრული პირად გამოაცხადა. აი ჩვეულებრივ ასე ვთქვათ, მუქარის გარემოს უქმნის სასამართლოში, აი ესეთი ქცევით, შემდეგ ეს ყველაფერი მიდის ხოლმე სტრასბურგის სასამართლოში და აღმოჩნდება ხოლმე რატომღაც ქართული მართლმსაჯულება მართალი ისინი მტყვანი და ერთი ბოდიში არ მოგვისმენია ევროკავშირის ელჩს, რომელი ბოდიში მოიხადა ევროკავშირის ელჩმა მიხეილ სააკაშვილზე ცრუ დემარშის გამო. იმედი მაქვს, რომ აი საელჩოები ესე იგი მოძალადეების სასამართლოებზე სიარულის შუალედში მაინც იმედი მაქვს, რომ თავისი ძირითადი ფუნქციით იყვნენ დაკავებული და თვალყურს ადევნებდნენ პარლამენტის საქმიანობას და კომისიის საქმიანობას და მართალია ქართულ ენაზე ემართებოდა ყველაფერი, მაგრამ დარწმუნებული ვარ გამოძებნიდნენ თარჯიმას, რომელიც უთარგმნიდა რა ხდებოდა, რა ტრაგედიებს ყვებოდნენ ადამიანები, რას ნიშნავს წამება, რომელსაც ევროპა თვალს უხუჭავდა 2013-12 წლის განმავლობაში.
რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო უხეში და ხისტი ხდება ქართული ოცნების რიტორიკა პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ და განსაკუთრებით ქართული ოცნების ამ კრიტიკის ობიექტი გახდნენ ის პარტიები, რომლებიც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას იღებენ და ის კანდიდატები, რომლებიც შესაძლებელი არის კახა კალაძის მთავარი მოწინააღმდეგეები იყვნენ არჩევნებზე, თუმცა როგორც ჩანს, ყველაზე მეტად მაინც ქართულ ოცნებას იმ პროტესტის ეშინია, რომელიც 4 ოქტომბერს ქვეყანაში არის დაანონსებული.